თეირანში გამთენიისას კვლავ უმაღლესი განგაში გამოცხადდა და ამჯერად სიგნალი ერთდროულად ორი მიმართულებით მოვიდა. ამ ხუთშაბათის დილით 2026 წლის 23 აპრილს გავრცელებულ ცნობებში საუბარია აფეთქებებზე ირანის დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში. საჰაერო თავდაცვის ხმაური, ცაში დრონების შესახებ ცნობები და მალევე კიდევ უფრო სერიოზული ბრალდება. ბასიჯის წევრები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის სტრუქტურას ეკუთვნიან, სავარაუდო მოწამვლამ დააზარალა თეირანის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ უბანში. სურათი, რომელიც ყალიბდება ასეთია: რეჟიმი გარედან ზეწოლის ქვეშაა, შიგნით შეშინებულია და სულ უფრო დაუცველი ხდება იმ სივრცეში, რომელიც რკინის ხელით უნდა ეკონტროლებინა. და მოულოდნელად, ირანელი პრინცი, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა და ემიგრაციაში იმყოფება, ბერლინში პრესკონფერენციის შემდეგ თავს დაესხნენ. ეხლა ყველაფერს მოგიხვები, მაგრამ ჯერ არხზე უნდა გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში მიღებული ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. პირველი შოკი დედაქალაქში აფეთქებების შესახებ ცნობებმა გამოიწვია. Iran International-მა გამოაქვეყნა, რომ ღამის განმავლობაში თეირანის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა, პირდაპირი მითითებით პარდიზზე, რომელიც აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს. დაახლოებით 2 საათიდან 2:50-მდე ღამის განმავლობაში. რეპორტაჟში ასევე აღნიშნულია, რომ ადგილობრივებმა ხმები აღწერეს, როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემის გააქტიურებასთან მსგავსად. ამავდროულად ირანეირიმაც მსგავსი სურათი წარმოადგინა. აფეთქებებისა და ანტისაჰაერო ცეცხლის შესახებ ცნობებით პარდიში, ბომერეხში, ბომეჰენში, დამავანში, ჩიტგარში, შახში, იყოцში და გარმდარში. რაც ამას დაუყოვნებლივ აჩვენებს, მარტივია. რეჟიმის დედაქალაქმა კიდევ ერთი ღამე სამხედრო დაძაბულობაში გაატარა. არც მშვიდობა, არც ნორმალურობა და ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის აშკარად დადასტურდა. ამ დროისთვის ამ აფეთქებების ზუსტი სამიზნე და თითოეული შემთხვევის ავტორობა ჯერ კიდევ არ დადასტურებულა საბოლოოდ არც Reuters-ის და არც Associated Press-ის მიერ. მაგრამ ეს არ ამცირებს ეპიზოდის პოლიტიკურ მნიშვნელობას. როდესაც დედაქალაქის სხვადასხვა უბნის მცხოვრებლები აფეთქებებს, ანტისაჰაერო აქტივობას და ცაში მოძრაობას აღწერენ, ქუჩაში მიღებული მესიჯი არასტაბილურობის განცდაა. და თეირანი უბრალოდ ქალაქი არ არის ამ კონფლიქტში. თეირანი არის რეჟიმის ძალაუფლების, რეპრესიებისა და პროპაგანდის ცენტრი. როდესაც თავად დედაქალაქი იღვიძებს ომის ხმებით, აბსოლუტური კონტროლის იმიჯი კიდევ უფრო ზიანდება. ეს ამბებიც უბრალოდ არ ჩნდება. ბოლო კვირებში თეირანი არაერთხელ გამოჩნდა სიახლეებში აფეთქებების, კვამლისა და თავდასხმების ამსახველი კადრებით. მაგრამ მეორე საკითხი კიდევ უფრო სენსიტიურია. სანამ თეირანი ცდილობდა გაეგო აფეთქებების მიზეზი, გაძლიერდა ბრალდება, რომ აბასიჯის წევრები პარანჩი მოწამლეს. მონიტორინგის ანგარიშებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობით, 100-ზე მეტი წევრი მოწამლული და ჰოსპიტალიზებული იყო, სულ მცირე ერთი გარდაცვალებით. ყველაზე ხშირად ნახსენების სახელი იყო ამირ ჰოსეინ მირზაეი. ეს ბრალდება სწრაფად გავრცელდა სწორედ იმიტომ, რომ ის ეხება რეჟიმის ცენტრალურ ნაწილს, ძალას, რომელიც ქუჩებს პატრულირებს, პროტესტებს ახშობს, სამოქალაქო პირებს აშინებს და რეპრესიის მანქანას იცავს. ოფიციალური პასუხი უარყოფითი ტონით იყო მოცემული. მათ გამოაქვეყნეს განცხადება, რომელიც მიეწერებოდა პარანჯის ადგილობრივ გვარდიას და აცხადებდა, რომ კოლექტიური მოწამვლა არ ყოფილა, რომ აბასიჯების მოწამვლის შესახებ გავრცელებული ხმები ყალბი იყო და ამირ ჰოსეინ მირზაის შემთხვევა ცალკეული ინციდენტი იყო. ამ ვერსიის მიხედვით ის სახლში გარდაიცვალა საკვების მოწამვლით, სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ და ამ მოწამვლის წყაროს ჯერ კიდევ იძიებენ შესაბამისი ორგანოები. გადამწყვეტი ფაქტი აქ არის შემდეგი: რეჟიმმა ეს საკითხი უყურადღებოდ არ დატოვა. მათ უარყვეს, რომ მასობრივი მოწამვლა მოხდა, მაგრამ დაადასტურეს, რომ მნიშვნელოვანი წევრი ოფიციალურად გარდაიცვალა მოწამვლით. ეს უკვე აჩვენებს, რომ სარდლობაში ძალიან საეჭვო მოძრაობები ხდება. ამ ბრალდების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, როდესაც გახსენდება, ვინ არის აბასიჟი. Reuters-მა მარტის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბასიჟი ირანში შიდა კონტროლის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო. საკონტროლო პუნქტებით, ბარიერებით და პატრულებით სხვადასხვა ქალაქებში ხალხის ახალი აჯანყების შიშით. Reuters-მა ასევე გამოაქვეყნა 12 მარტს, რომ ისრაელმა განაცხადა თეირანში აბასიჟის პოსტებზე მიიტანა იერიში, რათა შეესუსტებინა რეჟიმის შესაძლებლობა, გაეკონტროლებინა ქუჩა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ის ძალა, რომელიც შიშის დათესვას უნდა ემსახურებოდეს, უკვე სამხედრო სამიზნედ და მყიფერ გოლად მიიჩნეოდა გამოფიტულ სტრუქტურაში. ეხლა მოწამვლის ან საბოტაჟის ეჭვის ფონზე ამ მექანიზმის ძალის იმიც კიდევ ერთი დარტყმა მიადგა.
აი სწორედ აქედან ეს საქმე მხოლოდ პოლიციურს ან სამედიცინოს აღარ წარმოადგენს და პოლიტიკურ საკითხად იქცევა. რეჟიმი, რომელიც დამოკიდებულია ერთგულებაზე, მეთვალყურეობასა და დაშინებაზე, არ შეიძლება სუსტი გამოჩნდეს არც დედაქალაქის ცაზე და არც საკუთარ ბაზაში. თუ რეპრესიასთან დაკავშირებული აგენტები იწყებენ გამოჩენას, დაბინძურების, ინფილტრაციის ან მოწამვლის შესახებ ცნობებში, ეფექტის ცდება მხოლოდ ჰოსპიტალიზებულთა ან გარდაცვლილთა რაოდენობას. ეს იწვევს შიდაუნდობლობას, ზრდის პარანოიას და ასუსტებს დაუმარცხებლობის განცდას, რომელსაც რეჟიმი ყოველთვის ცდილობდა გაეყიდა. თუნდაც იმ ასზე მეტი ადამიანის ვერსიის ფართო დადასტურების გარეშე, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამბავი ასე სწრაფად გავრცელდა, აჩვენებს, რომ ირანის შიდა გარემო უკვე სავსეა შიშით, დაღლილობით და ეჭვებით. ასევე რთული არ არის იმის გაგება, რატომ მოიპოვა ასეთმა ბრალდებამ ასეთი პოპულარობა. ირანი გადის ომის, ეკონომიკური კრიზისისა და გამკაცრებული რეპრესიების პერიოდს. როიტერსი იტყობინება, რომ რეჟიმი ომის სიმძიმისა და ცხოვრების პირობების გაუარესების გამის გამო ახალი პროტესტების შიშია და ამიტომ გააძლიერა ბასიჯისა და სხვა უსაფრთხოების ძალების გამოყენება. მაგრამ ამ სტრატეგიასაც აქვს ზღვარი. როდესაც ხელისუფლებას უწევს პოსტების გამრავლება, პატრულების გაზრდა და შეიარაღებული ძალების გაძლიერება იმისთვის, რომ ქუჩა ისევ არ აალდეს, ეს უკვე სისუსტის ნიშანია. და როცა ამას ემატება აფეთქებები დედაქალაქში და მოწამვლის ჭორები რეპრესიული აპარატის შიგნით, გრძნობა ისაა, რომ ზეწოლა ყველა მხრიდან მოდის. მთავარი სცენის ბოლოს ბერლინი შემოდის. Associated Press-მა და Reuters-მა დაადასტურეს, რომ რეზა პალავი წითელი სითხით შეასხეს, როცა ის გერმანიის დედაქალაქში პრეს-კონფერენციიდან გამოდიოდა, მას შემდეგ რაც ზავის გააკრიტიკა და ევროპული ქვეყნებისგან თეირანის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია მოითხოვა. ძალადე დააკავეს და ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ ირანული დაპირისპირება უკვე საზღვრებს გასცდა. იმ დროს, როცა ირანის დედაქალაქში აფეთქებები ფიქსირდება და რეპრესიული აპარატი შემაშფოთებელი ბრალდებების სამიზნეა, ირანის გარეთ ოპოზიციაც მტრულად ექცევიან და ზეწოლას ახდენენ პირდაპირ ევროპაში. ეს კრიზისი კიდევ უფრო ამძაფრებს და აჩვენებს, რომ ის უკვე ერთდროულად შიდა, რეგიონული და საერთაშორისო ხასიათისაა. საბოლოოდ თეირანში სამხედრო დაძაბულობის კიდევ ერთი ღამე გათენდა. მოხდა სერიოზული ბრალდება ისლამური რევოლუციური გვარდიის წევრების შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, ასევე უპრეცედენტო თავდასხმა რეზა პახლავიზე ბერლინში. და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რადგან, როდესაც რეჟიმი რეპრესიით, შიშითა და კონტროლით ცხოვრობს, ნებისმიერი აფეთქება დედაქალაქში და ნებისმიერი ეჭვის საკუთარ ჯარში დეტალი აღარ არის და ღრმა დაღლილობის ნიშანი ხდება. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მიუსონ ალვესის საზოგადოებაში.